უდავო ფაქტია, ავტომობილის მოძრაობისას ძალიან მნიშვნელოვანია მისი დროულად გამოხრუჭება, შეჩერება. ამისათვის მძღოლმა ერთადერთი მოქმედება, რაც უნდა ჩაიძინოს, ეს არის სამოხრუჭე სატერფულზე, პედალზე ფეხის დაჭერა. ალბათ გაჩნდება შეკითხვა, ასეთი დიდი მასის და ასეთი სიჩქარით მოძრავი ნივთის ესი ადვილად ერთი ფეხის დაჭერით როგორ ხორციელდება. ამისათვის ჩავატაროთ ერთი ესეთი საინტერესო ექსპერიმენტი. ავიღოთ ზეთი. ეს ზეთი განვათავსოთ ისეთ ჭურჭელში, რომელიც შედგება ორი ცილინდრისაგან. თითოეულ ცილინდრში ჩავსვათ მდგუში და ცილინდრები შევაერთოთ ერთმანეთთან ასევე შუშის მილით. საკმარისია ერთ-ერთ მდგუშს დავაწვეთ, მეორე მდგუში საპირისპირო მიმართულებით გადაადგილდება. მიზეზი წნევის გაზრდა ჭურჭელში. ახლა ვხედავთ სამოხრუჭე რეზერვუარს და თვითონ თავად სამოხრუჭე სისტემას, რომელიც 4-ვე თვალზე მოქმედებს. როგორ არის ეს სისტემა მოწყობილი? მოწყობილი არის სითხის გამტარი მილებისგან, მთავარი ცილინდრისაგან, სამოხრუჭე პედლისაგან და უშუალოდ სამოხრუჭე ცილინდრებისგან, რომელიც თითოეული თვალის მექანიზმში არის ჩამონტაჟებული. საკმარისია პედალს დავაწვეთ, მთავარ ცილინდრში წნევა გაიზრდება, ამ წნევის ზრდის ხარჯზე მოხდება სისტემაში სითხის გადაადგილება, რომელიც გამოიწვევს სამოხრუჭე ცილინდრების გაქაჩვას, შესაბამისად დამოხრუჭებას. ახლა ეს ყველივე ეს ნახოთ უფრო დაწვრილებით. მთავარი ცილინდრის გადაადგილებისას ხდება სამოხრუჭე ცილინდრში სითხის წნევის მომატება, რომელიც გამოიწვევს მისი მდგუშების გადაადგილებას და სამოხრუჭე ხუნდების გაშლას. ისინი შეეხებიან მბრუნავი თვალის შიდა ზედაპირს და ავტომობილი თავისთავად ცხადია დამოხრუჭდება. საკმარისია პედალს ფეხი აუშვათ, ცილინდრში წნევა შემცირდება, უკან ზამბარა დააბრუნებს ხუნდებს და თვალი ისევ ჩვეულებრივად განაგრძობს თავისუფლად ბრუნვას.